მთავრობის ახალი პროგრამა პარლამენტში სანამ საკანონმდებლო ორგანო განახლებულ კაბინეტს ნდობას გამოუცხადებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და მთავრობის ახალი წევრები შეხვედრებს პარლამენტში მართავენ. ოპოზიციისგან განსხვავებით ლადო გურგენიძეს და ministrobis კანდიდატებს სრულად უჭერს მხარს საპარლამენტო უმრავლესობა მთავრობის ახალ წევრებს დღეს მხოლოდ ერთი ოპოზიციური ფრაქციის წევრებმა მოусმინეს. რეწველების ფრაქციაში ლადო გურგენიძეს და მის მიერ წარდგენილ ministrobis კანდიდატებს დეპუტატებთან ერთად პარტიის თავმჯდომარე გოგი თოფაძეც დახვდა. მინისტრთა კაბინეტის მხარდაჭერას რეწველები არც შეხვედრის შემდეგ აპირებენ, რადგან მათი პირობა ეკონომიკური გუნდის შეცვლის შესახებ დაუკმაყოფილებელი რჩება. ლადო გურგენიძე შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ ეს საკითხი მრეწველებს მასთან საუბრისას საერთოდ არ დაუსვამთ. ჩვენ დაახლოებით 2 საათი ვისაუბრეთ და თქვენ წარმოიდგინეთ ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა. იყო ძალიან ბევრ რამეზე, სოფლის მეურნეობაზე, გენეტიკურად მოდიფიცირებულ პროდუქციაზე, საგადასახადო განაკვეთებზე, ზოგად მიმართულებას, ასე ვთქვათ, რომ აი ხალხისკენ ტრიალდება ბიუჯეტი, შემოტრიალდა და ამას მიესალმებიან. ამ თემაზე იყო ესეთი საქმიანი საუბარი და ფრაქციის განწყობის მიუხედავად გოგი თოფაძეს იმედი აქვს, რომ ახალი პრემიერი მრეწველების მოთხოვნებს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მაინც გაითვალისწინებს. დავუჭერთ, იმიტომ რომ ვინც არ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი, რა მნიშვნელობა აქვს? ეს ჩვენი საკითხები ტრადიციულად გაასუგა, 12 წელი ამას ვაყენებთ. მაგრამ მე იმედი მომეცა, რომ რაღაც სამ საკითხებში რაღაც დათმობა იქნება. გოგი როგორც ბიზნესმენი, რა თქმა უნდა, მოხარული იქნება თუ მთავრობის თავმჯდომარე გაამართლებს და მეც მოხარული ვიქნები და იქნება კარგი მთავრობის თავმჯდომარე, მაგრამ მე როგორც პოლიტიკოსი და როგორც პარლამენტის წევრი, კენჭისყრაში ნამდვილად ვერ დაუჭერ მხარს. ministrobis კანდიდატებს კონკრეტულ გეგმებზე დღეს არ უსაუბრიათ. ბელა წიფურია განათლების სისტემაში დაწყებული რეფორმების გაგრძელებას აპირებს. ჩვენ გვეკმავთ იმ კურსის გაგრძელებას, იმ გეგმების შესრულებას, რაც უკვე არსებობს და რასაკვირველია ახალი მიდგომების განვითარებას. საქამდე ვიყავი იგივე ვიქნები, ვიული ადგილზე შეძლების დაბარად გადავწყვეტ პროგრამებს. მთავრობის ხარდაჭერით რა თქმა უნდა. ministrobis კანდიდატურების განხილვას პროტესტი გამოუცხადეს ახალმა მემარჯვენეებმა. ყველასთვის ცხადია, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ფასადური ცვლილება და რეალურად ქვეყანაში აქედან არაფერი შეიცვლება, ამიტომ ჩვენ გვინდა ეს მესიჯი გაუგზავნოთ მოსახლეობას. ნუ წამოეგებით მიხეილ სააკაშვილის PR აქციაზე. ახალი მემარჯვენეები დღეს პარლამენტის ხდომათა დარბაზში არ შევიდნენ, არა იმიტომ, რომ კონკრეტულად მხარს არ უჭერენ ამ წარმოდგენილ პიროვნებებს, არამედ მიაჩნიათ, რომ ეს არის ფარსი, თავის მოტყუება, საზოგადოების მოტყუება და ჩვენ გვინდა ეს მოსახლეობამ კარგად გააცნობიეროს. დემოკრატიულ ფრონტში 4 საათზე დანიშნული განხილვა ფრაქციამ ჩაშალა. დემოკრატიულმა ფრონტმა კანდიდატებთან შეხვედრა ღია ფორმატით მოითხოვა, რაზეც მთავრობისგან უარი მიიღო. იყო ასეთი მოსაზრება, რომ ვიღაცებს ჰქონდათ ასეთი მოსაზრება, რომ ღია შეხვედრაში შეიძლება წაყენებული იყო ეს პრეტენზიები, რაც არის ხელისუფლებასთან, მაგრამ მე მგონია, რომ ეს პრეტენზიები ხა მაინც და მაინც გუშინ წინ დანიშნულ ადამიანს არ უნდა წაუყენო. კაცი გუშინის იყო რაღაც დასუფთავების სამსახურის უფროსი ერთი და მეორე ბანკირი, ხა დღეს გახდნენ მინისტრები, ნუ რამდენი ხნით კაცმა არ იცის კიდე. ხა მათთან რა უნდა ვილაპარაკოთ? თუ კი 5 ფრაქციამ შეძლო ის, რომ აბსოლუტურად საქმიანი დიალოგის ფორმატით განეხორციელებინა ეს შეხვედრები, აბსოლუტურად გაურკვეველია თუ რატომ მიიღო დემოკრატიულმა ფრონტმა ეს გადაწყვეტილება. ცვლილებებს ministrთა კაბინეტის შემადგენლობაში უკვე დაუჭირა მხარი საპარლამენტო უმრავლესობამ. ბატონი ლადო საკმაოდ წარმატებული ეკონომისტი, ფინანსისტი არის და აქვს თავისი ხედვები ქვეყნის საამავლო ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ახალ ძალას, ახალ სილს შემატებს ჩვენ აღმასრულებელ ხელისუფლებას. ახალი მთავრობის დამტკიცება ხუთშაბათის ხდომაზე იგეგმება. მანამდე კანდიდატებს საპარლამენტო კომიტეტებში შეხვდებიან. ცვლილებების საარჩევნო კოდექსში მეორე მოსმენით მიღებული ამას 122-მა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი. იცვლება საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი, ნაცვლად პროფესიული ნიშნის საუბნები, წინა არჩევნებში გამარჯვებული და მეორე მესამე ადგილზე გასული პარტიების წარმომადგენლები დაკომპლექტდება. ასევე იცვლება მაჟორიტარული არჩევნების წესი, მის ნაცვლად ჩატარდება რეგიონული პროპორციული არჩევნები. ცვლილებების დამტკიცება პარლამენტში ხუთშაბათს პლენარულ ხდომაზე იგეგმება. ჩვენ ხელისუფლებამ გადავდგით კიდე ერთი ნაბიჯი, რათა ყველა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ დარწმუნდეს, რომ ეს არჩევნები 2008 წლის საპრეზიდენტო და შემოდგომაზე საპარლამენტო იქნება ჩატარებული გამჭვირვალედ, ტრანსპარენტულად და ყველა კითხვა, რომელიც შეიძლებოდა რომ დასმულიყო, აი ამ შეთანხმებების გამო, რომლებიც იყო ჩვენ სხვა ოპონენტებთან, მრეწველებთან, ახლებთან, ჩვენ ვფიქრობთ, რომ იქნება მოხსნილი.
საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები იყო ერთ-ერთი მთავარი თემა უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე დიალოგის, რომელიც უკვე ჩიხში შევიდა. დაგეგმილი შეხვედრა გუშინ საღამოს ჩაიშალა. დღეს კი არც ერთ მხარეს პასუხი არ აქვს კითხვაზე, როდის გაგრძელდება ან საერთოდ განახლდება თუ არა ორმხრივი დიალოგი. საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დიალოგი შეწყდა. მოლაპარაკებებით უკმაყოფილო მხოლოდ ეროვნული საბჭო დარჩა. ჩვენ მოგალაპარაკებების მაგიდაზე დავდეთ სამი კონკრეტული საკითხი. ეს იყო ტერორის შეწყვეტა, ეს იყო სისხლის სამართლის საქმის დაწყება იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც გასცა ბრძანება და ვინც ძალადობდა საკუთარ მოქალაქეებზე 7 ნოემბერს, ეს იყო ტელეკომპანია იმედის აღდგენა და მხოლოდ ამის შემდეგ აქ აზრი საუბარი იმას, საარჩევნო კოდექსში ამ მუხლში რა ეწერება და იმ მუხლში რა ეწერება. მათ უბრალოდ არ უნდათ გარკვეულწილად შეცვალონ ის პოზიციები, რომელიც თავიდან დააფიქსირეთ, ისევ და ისევ უნდათ რომ მათი ყველა პირობა, ყველა მოთხოვნა იყოს უპირობოდ მიღებული. ესეთი დიალოგი მე არსად არ მინახავს, ამიტომ ბუნებრივია წარმატებული. მხარეები მოლაპარაკებათა მაგიდასთან სამჯერ ისხდნენ. მეოთხე დანიშნული შეხვედრა ჩაიშალა. პარლამენტში მისვლამდე 3 საათით ადრე ეროვნული საბჭოს წევრებმა მერიის შენობასთან პრესკონფერენცია გამართეს და მანიფესტაცია დაგეგმეს. ამასთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობისათვის მიუღებელი აღმოჩნდა ისიც, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან სალომე ზურაბიშვილი გოგა ხაინდრავას უნდა შეეცვალა. უცნაური იყო, რომ გუშინ ერთ-ერთი შეხვედრის წინ გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა ჩათვალეს, რომ რაღაცა ცვლილება უნდა შეეტანათ. რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში კონსულტაციების გზით უნდა მოხდეს. ეროვნული საბჭო არის ერთი მთლიანი ორგანიზმი და სალომე ზურაბიშვილის და გოგა ხაინდრავაც იქ ერთიან პოზიციას წარმოადგენენ. ეროვნული საბჭოს წევრებისაგან განსხვავებით დიალოგს დადებითად აფასებენ მრეწველები. საგანგებო მდგომარეობის გაუქმება, ცენტრალური და საუკუნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი ზურაბ ტყემალაძე აცხადებს, რომ ამ საკითხებზე მოლაპარაკების მიღწევა მოხერხდა. არსებულ დიახ მოთხოვნებთან და თემებთან დაკავშირებით, სათქმელი უკვე ითქვა, დასათმობი უკვე ორივე მხრიდან დათმობილია. დიალოგის გაგრძელებას გაუმართლებლად მიიჩნევენ ახალი მემარჯვენეებით. მათი აზრით გარკვეულ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა მოხერხდა შეუთანხმებელ საკითხებთან დაკავშირებით კი მხარეებმა ერთმანეთის პოზიციები იციან და კამათს აზრი აღარ აქვს. ყოველგვარი დიალოგის მოწოდება საქართველოს პრეზიდენტი პენსიონერებს მომავალი წლის იანვრიდან პენსიების გაზრდას პირდება. ამის შესახებ განცხადება მიხეილ სააკაშვილმა საკრებულოში პენსიონერებთან და ვეტერანებთან შეხვედრისას გააკეთა. თეიკო ანჯაფარიძე ისაუბრებს პირდაპირ ეთერში. საღამომშვიდობის თეიკო, რამდენით მოიმატებს პენსიები იანვრიდან? საღამომშვიდობისა, ვახო, მინდა გითხრა, რომ პენსიების მომატება უკვე დაიწყება 1 დეკემბერს. 1 დეკემბრიდან მინიმალური პენსია, რომელიც ამ დროისათვის 38 ლარს შეადგენდა 55 ლარამდე გაიზრდება. 1 იანვრისათვის იგეგმება ამ თანხის გაორმაგება, როგორც დღეს პრეზიდენტმა განაცხადა შეხვედრაზე, უკვე მომავალი წლის 1 ოქტომბერს პენსია გაიზრდება 40 დოლარამდე. პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა, რომ თითოეულ პენსიონერს ექნება ელექტროენერგიისა და გაზის ვაუჩერი, ხოლო ყველა ოჯახს რეგიონებში დაურიგდება თითო ტომარა ფქვილი. პრეზიდენტმა დღეს ასევე განაცხადა, რომ ყველა დაუცველი ოჯახი მიიღებს საახალწლო ნობას და მათ შორის ღვინოსაც. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ, თუ რა განცხადება გააკეთა დღეს პრეზიდენტმა პენსიონერებთან შეხვედრაზე. მომავალი წლის 1 ოქტომბრამდე დღევანდელი მინიმალური პენსია გაორმაგდეს საპენსიო ასაქმიდანებულთათვის. ეს არის მინიმალური 76 ლარი და ყველას დანამატებია შესაბამისად ზემოთ იწევს დანამატების მიხედვით. ეს არის მაგრამ უკვე 1 დეკემბრიდან მინიმალური პენსია გახდეს 55 ლარი ყველასათვის. საქართველოში აღარ იქნება 38 ლარიანი პენსიები. ჩვენ იცით რომ შარშა მომატეთ ნავსახურების და სტაჟის მიხედვით. ეს ბუნებრივად ემატება ამ 55 ლარს ისევ. მაგრამ მომავალ წელს როცა ჩვენ გავაორმაგებთ დღევანდელ პენსიას, საქართველოში მინიმალური პენსია იქნება 50 დოლარზე მეტი. ეს იქნება თითქმის იმდენივე, რამდენიც არის უკრაინაში. ეს იქნება ბევრად მეტი, ვიდრე არის სომხეთში. ეს იქნება უფრო მეტი მინიმალური პენსია, ვიდრე არის აზერბაიჯანში. რამდენჯერმე მეტი, ვიდრე არის თურქმენეთში, ვიდრე არის მოლდოვაში. ამ ეტაპზე შედარებით ნაკლები იქნება იმასთან, რაც არის რუსეთში, თუმცა ჩვენ აუცილებლად უნდა შემდგომშიც გავაგზავნოთ ზრდა.
დღევანდელ შეხვედრებს ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ასევე ესწრებოდა ჯანდაცვის მინისტრი და თბილისის მერი. მათ ისაუბრეს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. თბილისის მერმა ყურადღება გაამახვილა ერთ-ერთ მნიშვნელოვან დოკუმენტზე, რომელიც პრეზიდენტის ბრძანებით მიიღეს დაახლოებით 1 კვირის წინ. ეს დოკუმენტი არის ქონების ლეგალიზაციის საკითხი და ამ დოკუმენტში გაწერილი იქნება თუ როგორ გამარტივდება ქონების ლეგალიზაცია, ქონების რეგისტრაცია. აგრეთვე ამ დოკუმენტში არის საკითხი, რომელიც შეეხება მიშენებებსა და გარაჟებს. თბილისის მერის განცხადებით, ის ეზოში იქნება გარაჟი თუ არა, ეს არის ეზოს ამხანაგობის გადასაწყვეტი. თქვენ თითოეულ თქვენთაგანს მობინადრეს თქვენი არსებული ეზოს წითელი ხაზის ფარგლებში გააქვთ უფლებამოსილება თქვენ თვითონვე გადაწყვიტოთ, შეიკრიბოთ, იკამათოთ და შემდეგ გამოიტანოთ დასკვნა და შემდეგ უკვე მოგმართოთ. თუ თქვენ გააქვთ სურვილი, რომ ეს გარაჟები ასეთი ფორმით დარჩეს, მაშინ ეს გარაჟები ასეთი ფორმით დარჩება ბუნებრივია. თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ ეს აიღოთ, მაშინ აიღოთ. უბრალოდ აქ იქნება მთავარი მომენტი არის ის, რომ ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც თავიდან ბოლომდე არის თქვენი გადაწყვეტილება. ჩვენ ინდივიდუალურად ვერ დაუკანონეთ ეს პატარ-პატარა ნაგლეჯებს, ბუნებრივია, იმიტომ რომ ეს არის საერთო საკუთრება ყველა კორპუსში მაცხოვრებელი ადამიანის, მაგრამ ჩვენ ვაძლევთ ასევე მათ შესაძლებლობას ლეგალურად გქონდეთ ეს, რომ არ იყოს, იმიტომ რომ მუდმივად ეს არის უკანასკნელი 20 წლის დაგროვილი პრობლემა, რომლის სამართლებრივი გადაჭრის არანაირი შესაძლებლობა აქამდე არ არსებობდა. პენსიონერებთან და ვეტერანებთან შეხვედრა დაახლოებით 1 საათი გაგრძელდა. აქ პენსიონერებმა და ვეტერანებმა დასვეს რამდენიმე საკითხი, მათ შორის იყო შეღავათები ტრანსპორტზე. თბილისის მერმა განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით იყო რამდენიმე უზუსტობა სიებთან, მაგრამ 1 დეკემბრიდან ტრანსპორტზე შეღავათები ისევ ამოქმედდება. აგრეთვე საკითხი დასვეს ვეტერანებთან ჰოსპიტალთან დაკავშირებით. ჯანდაცვისა და სოციალურყოფის მინისტრმა განაცხადა, რომ ვეტერანებისა და პენსიონერებისთვის მუშავდება სამედიცინო დაზღვევის პაკეტი. ჩვენ ყველაზე მეტად გვაინტერესებდა ტრანსპორტის საკითხი მოგვარებული იქნება, პენსიების საკითხი მოგვარებული იქნება და ჯანმრთელობის საკითხი მოგვარებული იქნება. ეს ძირითადია და ძალიან კარგია. ჩვენ ამას დიდი ხანი ველოდით. ტრანსპორტი გვიჭირს ძალიან. პენსიები არათანაბრად არის განაწილებული. ყველას ერთნაირი პენსია უნდა ჰქონდეს სამომუნდომის მონაწილეს და მოკლედ წინადადება რაც წამოაყენა პრეზიდენტმა ყველაფერზე მაყოფილი ვარ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები რეგულარულ ხასიათს მიიღებს. შეხვედრის დასაწყისშივე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველომ აიცილა სისხლის ზღვა და ძალადობა თავიდან. მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკისათვის ეს იყო მძიმე გამოსთა და რუსეთის ემბარგოს შემდეგ საქართველოს ეკონომიკას არ მიუღია ასეთი ძლიერი დარტყმა, რომ ამ დღეების განმავლობაში საქართველომ შესაძლოა დაკარგა რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია. დიდი მადლობა თეიკო ანჯაფარიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. დღესვე საქართველოს პრეზიდენტის სპორტსმენებს შეხვდა სპორტკაფეში გამართულ შეხვედრას ქართული სპორტის თითქმის ყველა ცნობილი წარმომადგენელი დაესწრო. მიხეილ სააკაშვილმა ნოემბრის ცნობილი მოვლენების დროს სახელმწიფო ინტერესების მხარდაჭერისა და პოზიციის დაფიქსირებისთვის სპორტსმენებს მადლობა გადაუხადა. სპორტკაფეში დღეს ქართული სპორტული ელიტის წარმომადგენლები მივიდნენ. თავის სიტყვაში საქართველოს პრეზიდენტმა აქცენტი სპორტში სახელმწიფოს ინვესტიციაზე გააკეთა. მასობრივი სპორტის განვითარება და პროფესიული სპორტისთვის ევროპული სტანდარტების პირობების შექმნა მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფოს მთავარ ამოცანად დაასახელა. საქართველოს ისეთ მადლიანი ქვეყანა ერთჩადებულ თეთრზე იღებ 100 თეთრიან შემოსავალს. სპორტში ქართველებს აქვს განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემები. გვაქვს სისხლში რაღაცნაირად რა. რაგბის ნაკრების წარმატების და წარმატება უდაოდ იყო ნაწილი სწორედ ეს არის რომ ჩვენთან ჭიდაობის სახეობები კარგად არის ბრძოლა კარგად არის განვითარებული. ცოტათი კომბინაციურ თამაშს უნდა მოუმატოთ და დანარჩენი, მაგრამ ესეც დროის და ვარჯიშის და იმის ამბავია ხა ერთ მოედანზე ამას ვერ გააკეთებ. პრეზიდენტმა იუბილე მიულოცა გამოჩენილ მოჭიდავეებს ვახტანგ ბალავაძეს და რომან რურუას. ბევრი მადლობები და სურვილებიც მოისმინა. ლეილა მეცხს ახალი ჯოგბურთის მოედნებს, ნინო სალუქვაძეს პროფესიონალურ ტირს, მორაგბეებს ათობით მოედანს და მთლიანად ქვეყანას კიდევ უფრო მეტ სპორტულ კომპლექსს, საჭიდაო ტატამს თუ საცურაო აუზს დაპირდა. თუ ძლიერი იქნება სახელმწიფო მიეხედება არა მარტო სპორტს, არამედ სხვა სფეროსაც, კულტურას და სხვა მეცნიერებას და ყველაფერს. მე მართლა მსიამოვნებს დარბაზში მისვლა, თბილ დარბაზში ვარჯიში, იმიტომ რომ არასდროს არ ქონდა ეს. გასულ წლებში არასდროს არ ქონდა და გაკეთდა ეს ყველაფერი მოეწყო. რაც შეეხება რაგბის განვითარებას, იცით ეს პროექტი, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2 კვირის წინ არის არაჩვეულებრივი, მაგრამ ამ პროექტის შედეგებზე ჩვენ შეგვეძლება ალბათ 1 წლის შემდეგ ან
2 წლის შემდეგ, როცა რეალურად დაგვირგვინდება ეს პროექტი, მაშინ ვისაუბრო. ქართველი რაგბისტების და ფეხბურთელების წარმატებაზე პრეზიდენტმა არაერთხელ გაამახვილა ყურადღება. ის რომ სპორტსმენები და გულშემატკივრები ბოლო დროს სახელმწიფო ჰიმნს ერთად მღერიან, მიხეილ სააკაშვილის შეფასებით მნიშვნელოვანი სტიმულია წარმატებისთვის. წარმატების სტიმულირებას პრეზიდენტი დაფინანსების გაზრდითაც გეგმავს. მომავალი წლიდან ოლიმპიურ ჩემპიონს ყოველთვიურად სახელმწიფო 1000 ლარს გადაუხდის. ოლიმპიადაში ოქროს მოგების შემთხვევაში კი 100.000 ლარს. გარწმუნებთ, რომ პეკინის ოლიმპიადაში თუ ავიღეთ ოქროს მედლები, 100.000 დოლარს კი გპირდებით, მაგრამ ისეთ კალხასიას დავდგებით, რომ შეიძლება ბევრად მეტი მოხდეს. ხალხს სახში აქვს თქვენი ფოტოები გაკრული, ლოცულობს თქვენზე და თქვენგან იღებს მაგალითს. და მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის საბოლოო გამარჯვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ყველანაირ სიზნებს გადავიღებთ. ყველანაირ არჩევნებს ჩავატარებთ, მაგრამ თავარი გამარჯვება ჩვენ გვაქვს წინ ხალხი. წარმატებული სპორტსმენები სამაგალითო მოქალაქეები არიან. განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და ბოლო დროის მოვლენებში სახელმწიფო ინტერესების მხარდაჭერისთვის ყველა სპორტსმენს მადლობა გადაუხადა. CSKA პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა საარჩევნო ბლანკები დაამტკიცა. ყველა კანდიდატმა ბლანკი 50,000 მხარდამჭერის ხელმოწერით უნდა შეავსოს. ამ ბლანკებს კანდიდატები არჩევნების თარიღის დადგენის შემდეგ მიიღებენ. ცენტრალური საარჩევნო კომისია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. დღეს CSKA-ს თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი ეუთოს შემფასებელთა ჯგუფის წევრებს შეხვდა. მოსალოდნელია რომ მიღებული ვისაუბრეთ იმაზე თუ როგორ ემზადება CSKA არჩევნებისთვის, რა პრობლემები გვაქვს ჩვენ. როგორ ვაპირებთ ამ პრობლემების გადაწყვეტას, ზოგადად რა სიტუაციაშია ქვეყანაში, აგრეთვე იმ ცვლილებებზე, რომელიც შესაძლოა შევიდეს საარჩევნო კანონმდებლობაში და ვისაუბროთ ასევე, რა თქმა უნდა, დამკვირვებელთა მისიაზე. პრინციპში დღეს შეიძლება ვთქვათ, რომ დამკვირვებელთა მისია იქნება, მაგრამ რა რაოდენობითა და რა სახით ეს უკვე ცოტა მოგვიანების საკითხია. ოპოზიციის ეროვნული საბჭო წინა საარჩევნო კამპანიას იწყებს. საპრეზიდენტო არჩევნებში ცალკე კანდიდატი ყავთ, აქამდე საბჭოში შემავალ ლეიბორისტებს, თუმცა საბჭო შრომის პარტიასთან თანამშრომლობას ისევ არ გამორიცხავს. ამჯერად 9 ოპოზიციური პარტიით დაკომპლექტებული გაერთიანება არჩევნებისთვის მზადებას ერთიანი მოთხოვნით და ლოზუნგით იწყებს. იურიდიული თვალსაზრისით საარჩევნო კამპანია იწყება მხოლოდ არჩევნების დანიშვნის შემდეგ, ხოლო ეს მოხდება პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ. ოფიციალურად არა, თუმცა წინა საარჩევნო კამპანია ოპოზიციის ეროვნულმა საბჭომ უკვე დაიწყო. შეხვედრები მოსახლეობასთან პრეზიდენტობის კანდიდატმა გუშინ ელიავას ბაზრობის მოვაჭრეები დაიწყო. ეს მორიგი შეხვედრა უკვე ეროვნული აკადემიის წევრებთან შედგა. ჩვენ ისევე როგორც თქვენ და რა თქმა უნდა თქვენზე ნაკლებად, მაგრამ მაინც ვხედავთ, რომ საქართველოში განვითარების გზა ეს არ არის ქართული გზა. და აქედან გამომდინარე ჩვენი ძალიან დიდი თხოვნაა რომ თქვენთან ერთად შევიმუშაოთ ის პრიორიტეტები რაც ჩვენი ქვეყნის განვითარების გზას დაარქვეს საქართველოს განვითარების ქართულ გზას. მაშინ ჩვენ უკვე კონკრეტულ მოსაზრებებს გამოვთქვათ ვის პროგრამას როგორ ვაფასებთ. მოგვიანებით ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა საავადმყოფოში 7 ნოემბრის აქციის დროს დაშავებული მომხრეები მოინახულეს. ორი მათგანის მდგომარეობა ამ დროდე მძიმე და სტაბილურია, დანარჩენი კი სახლში შესაძლოა ერთ კვირაშიც გაწერონ. ეროვნული საბჭოს ლიდერები დემონსტრაციის დაშლის გამოძიებას ითხოვენ. ღვინის აღმართის დასაწყისში ვიყავი. შემოვტრიალდი ხიდისკენ, ლესელიძის ქუჩისკენ და მაშინ მომხდა ფეხში ორივე ძვალი გადამიტეხა. მუშაობდა ჭრილობები, დაჭიმა გაუკეთეთ და ეხლა ერთ კვირაში ჭრილობები რო ცოტა მოვიდა პოზიციაში. დღემდე არ არიან ეს ადამიანები დაკითხული და დღემდე არ არის გარკვეული აპირებს თუ არა ხელისუფლება სამართლებრივი პასუხისგებლობის საკითხის დაყენებას იმათ მიმართ, ვინც ძალა იხმარა საკუთარ ხალხზე. პარალელურად პარლამენტის წინ ოპოზიციის ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა 7 ნოემბრის აქციის ამსახველი ფოტომასალიდან იღბებით მშვიდობიანი საპროტესტო აქცია მოაწყვეს, რამაც შესაძლოა არჩევნებამდე პერმანენტული ხასიათიც მიიღოს. ამ სახელს უსს კიდევ ერთხელ კარგად გაიზიგზე განოს ჩვენმა საზოგადოებრივობამ თუ რა ძალასთან აქვს საქმე, რომ შემდგომში არ გაჭირდეს ზოგადად არჩევანის გაკეთება. 10 პოლიტიკური პარტიისგან შემდგარი ეროვნული საბჭო კვლავ 9 პარტიის გაერთიანებად რჩება. ლეიბორისტული პარტია წინა საარჩევნო კამპანიაში მათგან დამოუკიდებლად ჩაერთო, თუმცა ოპოზიციური პარტიის ლიდერები მშრომელებთან თანამშრომლობას არ გამორიცხავენ. ბევრს დაწყვიტა გული ბატონ შალვას გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენ ვრჩებით მეგობრები და რა თქმა უნდა ვითანამშრომლებთ. ეროვნულმა საბჭომ თბილისის მერიას მანიფესტაციის ნებართვისთვის გუშინ მიმართა. ოპოზიცია 25 ნოემბერს რიყიდან პარლამენტის შენობამდე მსვლელობას გეგმავს. მერია ოპოზიციას მანიფესტაციის გამართვისთვის ნებართვას 25 ნოემბერს 14-დან 18 საათამდე აძლევს.
ეს მანიფესტაცია იყო 14 საათიდან, მაგრამ არ იყო კანონის მოთხოვნები სრულად დაცული. არ იყო დასრულების ვადა მიცემული, რაზედაც ჩვენს მიერ გაგზავნილი იქნა მოთხოვნა, რომ დაზუსტებულიყო ეს ყველაფერი და დღესვე მოვიდა პასუხი, რომ ეს მანიფესტაცია გაგრძელდება 18 საათამდე. სოზარ სუბარი შინაგან საქმეთა მინისტრი და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელ საგანგებო მიმართვას უგზავნის სახალხო დამცველი რადიო იმედის მაუწყებლობის დაუყოვნებლივ აღდგენას მოითხოვს. სოზარ სუბარი დღეს რადიოს თანამშრომლებს შეხვდა. ისინი ამბობენ, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგაც რადიოს თანამშრომლებს მუშაობის საშუალება არ ეძლევათ. მათ ოფისთან ამ დრომდე სამართალდამცავები მორიგეობენ და შენობაში შესვლის საშუალებას არ ეძლევენ. რადიო იმედის მაუწყებლობის აღდგენას ითხოვს ადვოკატიც. შალვა შავგულიძის განმარტებით დოკუმენტი მაუწყებლობის ლიცენზიის შეწყვეტის შესახებ რადიო იმედში არ მიუღიათ. ჩვენ დღეს განცხადებით მიმართეთ გენერალურ პროკურორს, შინაგან საქმეთა მინისტრს, კომუნიკაციის ეროვნულ კომისიას, რათა დაუყოვნებლივ გვაცნობონ, არსებობს თუ არა რაიმე სამართლებრივი აქტი რადიო იმედის საქმიანობის შეზღუდვის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უზრუნველყონ რადიო იმედის საეთერო მაუწყებლობის შესაძლებლობა. პარლამენტის თავმჯდომარე დღეს კომენტარს ტელეკომპანია იმედის შესახებ აკეთებს. ნინო ბურჯანაძის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის და საერთოდ რო ყველა კანდიდატზე თანაბრად გადანაწილდება. ტელეკომპანია იმედის საკითხის გადასაჭრელად ბურჯანაძის განცხადებით ევროპელ კოლეგებთან მუშაობა მიმდინარეობს. თვითმკვლელობა იქნებოდა პოლიტიკური თვითმკვლელობა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, როგორც ჩვენი საზოგადოების, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში. რომ ჩვენ არჩევნებთან დაკავშირებით რაიმე სერიოზული კითხვის დასმა, ასე ვთქვათ, დასმის შესაძლებლობა მივცეთ ვინმეს. ტელეეთერი და ტელეკომპანია, რომელიც იარსებებს, თუ იარსებებს, როგორც არის, რა ვიცი, იყოს მართლაც ობიექტური ნებისმიერი ტელეარხი, რომელიც არ უნდა იყოს საქართველოში, უნდა იყოს ობიექტური, უნდა იყოს მაქსიმალურად ნეიტრალური, რაც არ ნიშნავს ხელისუფლების ქებადიდებას არავითარ შემთხვევაში, მაგრამ არც უნდა იყოს ისეთი პრეტენზიები, როდესაც ლაპარაკია, ვთქვათ, საჯარო მოწოდებებზე ან რეალურად იმ პრეტენზიებზე, რაც არსებობს. კანონპროექტი ამნისტიის შესახებ პირველი მოსმენით მიღებული არაძალადობრივი გზით ჩადენილი დანაშაულის გამო მსჯავრდებულებისთვის სასჯელის შემსუბუქების ინიციატივა პრეზიდენტს ეკუთვნის. ის პატიმრები, რომლებსაც ამნისტია შეეხებათ სასჯელ აღსრულების დაწესებულებებს, სავარაუდოდ ერთ თვეში დატოვებენ. 2000-ზე მეტი პატიმარი ახალ წელს სახლში შეხვდება. პრეზიდენტის მიერ შემუშავებული ამნისტიის შესახებ კანონპროექტის მიხედვით სისხლის სამართლის კოდექსის 50-ზე მეტი მუხლით გასამართლებულ პირს სასჯელი ან თლიანად მოეხსნება ან გაუნახევრდება. ამნისტია ძირითადად ნაკლებად საშიში დანაშაულის ჩამდენ პირებს ეხებათ, მაგალითად ეკონომიკური ხასიათის დანაშაულისთვის, რომელმაც სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ზარალი არ მიაყენა. ესენია ცრუ მეწარმეობა, ფალსიფიკაცია, კრედიტის უკანონოდ მიღება ან სხვადასხვა კონკურსების მონაწილეთა მოსყიდვა. დანაშაულის რაოდენობა მნიშვნელოვნად დაიკლო და პრაქტიკულად ამ საზოგადოებრივი საშიშროების ნაკლები ხასიათიდან გამომდინარე შესაძლებელია მოხდეს ცალკეულ არაძალადობრივ დანაშაულ პირთა გათავისუფლება. კანონპროექტი პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით მიიღო. ამნისტიის აქტი გამოიცემა სახელმწიფოს ჰუმანიზმის პრინციპებიდან გამომდინარე. ის ერთჯერადია და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამოიწვევს. კანონი გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში უნდა შესრულდეს. 15 წელი ამ კომისიაში ვარ, ბოლო 4 წელი უბრალოდ თავმჯდომარე. მე ასეთი შეწყალება არასდროს არ მოვესწარი, ასე ვთქვათ, ეს იქნება 1200-ზე მეტი. ამნისტია არ ვრცელდება ისეთი სახის დანაშაულებზე, როგორიცაა სამშობლოს ღალატი, ტერორისტული აქტი, ჯაშუშობა, განზრახ-მკვლელობა, წამება, გაუპატიურება, ქრთამის აღება და სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, ასევე საზოგადოებრივი უშიშროების და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. ოპოზიცია ამნისტიის კანონპროექტს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირებს და მას ხელისუფლების PR კამპანიას უწოდებს. ოპოზიციის აზრით, სხვა კანონპროექტებიც საპრეზიდენტო კამპანიის ნაწილია. სალარო აპარატების და ასე შემდეგ საკითხები ეხლა გაახსენდა ამნისტიის თემაც. მინდა მიულოცო ყველას, ვისაც შეეხება და მათ ოჯახებს, ვისაც შეეხება ეს ამნისტია. როცა 4 წლის უკან 6800 პატიმარი იყო, ეს ცუდი იყო ხელისუფლებისთვის და ახლა კაი, როცა 22000 პატიმარია, ნულოვანი შეუწყნარებლობის შედეგია ეს. ოპოზიციის მოსაზრებას ხელისუფლების წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობა უარყოფს. უმრავლესობის განცხადებით ამ კანონპროექტის მომზადება ჯერ კიდევ ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყო.
პერიოდულად ამნისტია გამოიცემა ხოლმე. და ეს არანაირად არ არის დაკავშირებული, რამდენადაც ამაზე საუბარი რამოდენიმე ხნით ადრე დაიწყო სახელმწიფო წრეებში. პარლამენტში მზადდება აგრეთვე კანონპროექტი, რომელიც მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლებს. ამ კანონზე ადამიანის უფლებათა დაცვის და ჯანდაცვის კომიტეტები მუშაობენ. სახელმწიფო პრივატიზებული ქონების სრულყოფილ ლეგალიზებას განახორციელებს პარლამენტმა დადგენილება პირველი მოსმენით 121 ხმით ერთხმად მიიღო პარლამენტს ქონების ლეგალიზების შესახებ კანონის ზაფხულში უკვე მიღებული აქვს, თუმცა მაშინ კანონში ჩაიწერა, რომ ლეგალიზება არ შეეხებოდა იმ ქონებას, რომლებზეც კანონის მიღების პერიოდში ადმინისტრაციული ან სასამართლო დავა მიმდინარეობდა. ასეთი ქონების შესახებ ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ 200 გვერდიანი სია გამოაქვეყნა. დადგენილების მიღების შემდეგ ადმინისტრაციულ ორგანოებში მიმდინარე დავები ერთი კვირის ვადაში შეწყდება. ლეგალიზაციის შესახებ კანონი არ გავრცელდა ცალკეულ ქონებაზე, რომელთა დაკავშირებითაც ადმინისტრაციული ორგანოები, საგამოძიებო ორგანოები ახორციელებდნენ გამოძიებას. გამომდინარე იქიდან, რომ საკუთრების უფლება აქვს პრიორიტეტი ჩვენს ქვეყანაში და კონსტიტუციით, აქედან გამომდინარე პარლამენტი იღებს დადგენილებას და ავალებს ადმინისტრაციულ ორგანოებს, საგამოძიებო ორგანოებს, რომ შეწყვიტონ დავები მოქალაქეებთან ამა თუ იმ ქონების წარმოშობის მარცვლიერებასთან დაკავშირებით. რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც მუდმივად ფედერაციის საზღვრებს გარეთ ცხოვრობენ, რუსეთის პენსიას არ უნდა იღებდნენ. ამ რეკომენდაციით დუმის სპიკერი საპენსიო ფონდს მიმართავს. ბორის გრიზლოვის განცხადებით, საპენსიო ფონდმა სიიდან უნდა ამოიღოს ის პენსიონერები, რომლებიც რუსეთის მოქალაქეობას მხოლოდ პენსიის მიღების მიზნით იღებენ. გრიზლოვი განსაკუთრებულ ყურადღებას საქართველოსაც ამახვილებს. გრიზლოვის განცხადებას დღესვე განმარტავს დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩოვი. მისი თქმით, სპიკერს არ უგულისხმია ორმაგი მოქალაქეობის მქონე პიროვნებები, უბრალოდ აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ამ სფეროში წესრიგი უნდა დამყარდეს. კომენტარს გრიზლოვის ინიციატივაზე აკეთებენ თბილისშიც. თუ დუმის სპიკერის ეს ინიციატივა დამტკიცდა, მაშინ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მზადაა დახმარება ნებისმიერ მოქალაქეს გაუწიოს. როგორ მოექცევით ჩვენს მოქალაქეებს და ამ ნაწილში ჩვენი მესიჯი თუ გნებავთ გახლავთ ის, რომ ჩვენ გავცემთ ყველა იმ დახმარებას პენსიის სახით, სოციალური დახმარების სუბსიდიის სახით, რაც ეკუთვნის ყველა მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, საცხოვრობს ის საქართველოს ტერიტორიაზე. იგულისხმება აფხაზეთიც, ცხინვალის რეგიონი, კახეთი, სამეგრელო, გურია.